1961 წლის ნოემბრის ერთ მშვენიერ დღეს საბერძნეთის ატვირთო გემის თეოს ეკიპაჟი ბაჰამის კუნძულების სანაპიროზე ჩვეულებრივ სვლას ასრულებდა, როდესაც პირველმა თანაშემწემ ნიკოლაუს სპაჩიდაკისმა ოკეანეში ბინოკლით რაღაც უცნაური შეამჩნია. ოკეანის ამ უსაზრო სივრცეში მან პაწაწინა მცურავი ობიექტი დაინახა. როდესაც ეკიპაჟი ამ ობიექტს მიუახლოვდა, მათ ისეთი რამ დაინახეს, რამაც გამოცდილ მეზღვაურებსაც კი სუნთქვა შეუკრა. კორპისაგან დამზადებულ მცურავ საგანზე, მოდით მოიხსენიოთ როგორც საავარიო რგოლი, იწვა ქერათმიანი გოგონა, რომელიც სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე იყო. მისი კანი იმდენად იყო მზისგან დამწვარი, რომ ბუშტუკებით იყო სრულად დაფარული. ტუჩები წყურვილისგან ჰქონდა დახეთქილი და სხეულის ტემპერატურა საგანგაშო 40 გრადუს ნახევარ ცელსიუსს აჩვენებდა. თუმცა ამის მიუხედავად ის ჯერ კიდევ სუნთქავდა. გოგონა 11 წლის ტერიჯო დიუპრალი აღმოჩნდა, რომელმაც თითქმის 4 დღე გაატარა უკიდეგანო ოკეანეში, საკვებისა და წყლის გარეშე. ამასთან ერთად ის გახდა თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი დანაშაულის მოწმე და მსხვერპლი. ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა გოგონას აღმოჩენის მომენტი ფოტოზე აღბეჭდა. პატარა ფიგურა უსაზრო ოკეანის ფონზე. ფოტო, რომელიც მალე მთელი მსოფლიოს გაზეთების პირველ გვერდებზე გამოჩნდა. ყველაფერი ჩვეულებრივი ოჯახური მოგზაურობის სახით დაიწყო. წარმატებული ოფთალმოლოგი დოქტორი არტურ დიუპრალი ვისკონსინის ქალაქ გრინბეიდან დიდი ხანია ოცნებობდა ოჯახისთვის ბაჰამის კუნძულების სილამაზე ეჩვენებინა. ის მის 38 წლის მეუღლესთან ჯინთან დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა ფულს, რათა მთელი ოჯახი წასულიყო მოგზაურობაში. რასაკვირველია, პირველ რიგში მათ სურდათ შვილებისთვის ეჩვენებინათ ეს ამქვეყნიური სამოთხე. მოსიყვარულე სოლქმარს 3 შვილი ყავდა. უფროს ვაჟს, რომელიც 14 წლის იყო, ბრაიანი ერქვა. 11 წლის შუა თანაქალიშვილს ტერიჯო, ხოლო ყველაზე უმცროსი რენე კი მხოლოდ 7 წლის იყო. მათ იქირავეს 18 მეტრიანი მდიდრული იახტა სახელწოდებით ბლიუბელი, რომლის კაპიტანიც 44 წლის ჯულიან ჰარვი იყო. ყოფილი სამხედრო, რომელიც ასე ვთქვათ, იდეალური ჩანდა ამ როლისათვის. ყოველ შემთხვევაში ექიმ დიუპრალისთვის. კაპიტანთან ერთად იყო მისი ახალგაზრდა ცოლი სახელად მერიდინი, რომელზეც მხოლოდ 4 თვის წინ დაქორწინდა. მოგზაურობის პირველი დღეების ზღაპარს გავდა. ოჯახი გრეით აბაკოს კუნძულის სანაპიროზე ცურვით და თეთრ ქვიშიან პლაჟებზე ფერადი ნიჟარების შეგროვებით ერთობოდა. დოქტორმა დიუპრალმა ადგილობრივ კომისართანაც კი გააზიარა თავის გეგმები. ისინი შობას დაბრუნდებოდნენ უკან. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კაპიტან ჰარვის კეთილი ღიმილის მიღმა მონსტრი იმალებოდა. მისი ბოლო ქორწინების უკან 5 ქორწინება იყო და თითოეული მისი ცოლი იდუმალ ვითარებაში იყო გარდაცვლილი. მის იახტებს და ნავებს, რომლებიც ყოველთვის სოლიდური თანხით იყო დაზღვეული, უცნაურად ჩაძირვის ჩვევა ჰქონდათ და თავად ჰარვი ყოველ ჯერზე სასწაულებრივად გადარჩებოდა და სადაზღვეო თანხას ყოველთვის იღებდა ხოლმე. 11 ნოემბრის საღამოს პატარა ტერიჯო თავის კაიუტაში დასაძინებლად ადრიანად წავიდა. მაშინ მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ეს შემთხვევითობა მის სიცოცხლეს გადაარჩენდა. შუაღამისას ის ძმის გულის ამაჩუყებელმა ყვირილმა გააღვიძა. მამა მიშველე. თითქმის 50 წლის შემდეგ Fox News-თან ინტერვიუში ტერიმ გაიხსენა. ეს იყო ისეთი ყვირილი, როცა მაშინ ვხვდები, რომ რაღაც წარმოუდგენელი საშინელება ხდება. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კაპიტანმა ჰარვიმ ეს განსაკუთრებული ღამე თავისი საზარელი გეგმის შესასრულებლად აირჩია. პირველ რიგში მან მოკლა თავისი ახალგაზრდა ცოლი, მერი, ქალი, რომლის სიცოცხლეც ცოტა ხნის წინ დიდი თანხით დააზღვია. მას სურდა მისი ცხედრის ზღვაში გადაგდება იმ გეგმით, თითქოს ის შემთხვევით გადავარდა, მაგრამ დოქტორმა დიუპრალმა შემთხვევითვე დაინახა მკვლელობის მომენტი. როდესაც ის ჩარევა შეეცადა, ჰარვიმ ისიც მოკლა. კუნთმაგარ ყოფილ სამხედრო პირს ნამდვილად არ გასჭირვებია მამაკაცის სიცოცხლის მოსპობა. ოჯახის დანარჩენი წევრები ყვირილით გაიქცნენ და მკვლელმა, რასაკვირველია, მათი მოკლაც დაუყოვნებლივ განიზრახა, რათა რომელიმე მოწმე ცოცხალი არ დარჩენილიყო. როდესაც შეშინებული ტერიჯო გემბანზე გავიდა, საზარელი სურათი დაინახა. დედა და ძმა სისხლის გუბეში იწვნენ. ჰარვი მუხეშად დააბრუნა გოგონა კაიუტაში, სადაც ის შეშინებული და აკანკალებული საწოლზე მოიბუზა. მალე მან დაინახა, როგორ დაიწყო ოთახში წყალმა შემოსვლა. ჰარვიმ განზრახ გახსნა წყლის შემომსვლელ გასასვლელის არქველი
რათა იახტა ჩაეძირა და დანაშაულის კვალი დაეფარა. ბოლო მომენტში ჰარვიმ გოგონას სამაშველო თოკი ესროლა, მაგრამ ეს არ იყო მოწყალების გამოხატულება, რადგან მაშინ როცა ჰარვიმ გოგონა გემბანზე დაინახა, მიხვდა რომ შესაძლებელი იყო ტერი გადარჩენილიყო. მამაკაცის გეგმა აუცილებლად ასეთი იქნებოდა. გოგონა თოკით წყალში შეეყვანა და ამის შემდეგ დაეტოვებინა ის ამ მდგომარეობაში. თუმცა როდესაც თოქს ჩაეჭიდა, ტერიჯომ მალევე ინსტინქტურად გაუშვა ამ თოქს ხელი და სრულ სიბნელეში ტალღებთან და საკუთარ შიშთან ბრძოლაში როგორღაც მოახერხა პატარა კორპის დაფის ხელში ჩაგდება, სანამ ბლუბელი ტალღების ქვეშ გაუჩინარდებულა. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ნამდვილი ბრძოლა გადარჩენისთვის. პირველი ღამე ყველაზე საშინელი იყო. ტალღები კორპის დაფას ეჯახებოდნენ და ტერი სველდებოდა. მარილიანი წყალი კი კანს უზიანებდა ნაზ გოგონას. ცივი ქარი ძვალსა და რბილს შეაღწევდა. მან არ იცოდა რომელ მხარეს მიცურავდა და ცდილობდა როგორმე მყარად ჩასჭიდებოდა ამ სამაშველო დაფას, რომელიც მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო. როდესაც მზე ამოვიდა, ახალი პრობლემა გაჩნდა. წყურვილი. წარმოიდგინეთ, ირგვლივ ყველგან წყალი იყო, მაგრამ მისი დალევა შეუძლებელი იყო. ტუჩები მარილის ქერქით დაიფარა და დახეთქვა დაიწყო. ტერი ცდილობდა მათ დატენიანებას, მაგრამ მარილიანი წყალი უფრო მეტად და მეტად აზიანებდა. შუადღისთვის მცხუნვარემზე სამაშველო დაფას ცხელ ტაფად აქცევდა. ვერაფრით ვერ იცავდა თავს მზისგან და გოგონა მიგრძნო რომ კანის საშინლად დაეწვა. სიცხისგან თავის დასაღწევად პერიოდულად ფეხებს წყალში ყოფდა. ეს მას გაგრილებაში ეხმარებოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ოკეანის მელ სიღრმეში იყურებოდა, შიში ეუფლებოდა. რა იმალებოდა იქ? მას წარმოდგენა არ ჰქონდა. ერთ დღეს მან არც ისე შორს მისგან მბზინავი ფარფლი შეამჩნია და გული ლამის გაუჩერდა. თუმცა როგორც გაირკვა, ეს ზვიგენი კი არა დელფინი იყო. დელფინები რგოლის გარშემო საათობით ცურავდნენ, თითქოს მას იცავდნენ. ღამით ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და ტერი მკანკალი დაიწყო. სითბოს შესანარჩუნებლად ის ცდილობდა მოძრაობას, მაგრამ ნებისმიერი უეცარი მოძრაობა არასამდო რგოლის გადაბუნების რისკს ქმნიდა. მან ისწავლა წონის ძალიან ფრთხილად გადატანა პატარა ზედაპირზე წონასწორობის შენარჩუნებისთვის. მაღლა ვარსკვლავები მისი ერთადერთი თანამგზავრები იყვნენ. მეორე დღის ბოლოს შიმშილი აუტანელი გახდა. მან დაინახა პატარა თევზები, რომლებიც მის გვერდით ცურავდნენ, მაგრამ მათი დაჭერის საშუალება, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა. ხანდახან წყალმცენარეების ნაწილებსაც ამჩნევდა, რომლებსაც საკვებად ვარგისად მიიჩნევდა, მაგრამ ისინი ყოველთვის მიუწვდომელი იყო მისთვის. მესამე დღეს ჰალუცინაციები დაეწყო. გამოფიტული ტვინის წყალობით სასტიკ მოჩვენებებს ხედავდა. ეჩვენებოდა, რომ მშობლების ხმა ესმოდა, რომლებიც მას ეძახდნენ. შორიდან კუნძულები ჩნდებოდა, მაგრამ როდესაც მათკენ ცურვას შეეცდებოდა, ჰაერში ქრებოდნენ. ერთხელ დარწმუნდა, რომ ჰორიზონტზე გემი დაინახა. ყვირილიც კი სცადა, მაგრამ მშრალი ყელიდან ხმა საერთოდ არ მოდიოდა. ყველაზე ცუდი სრული სიმშვიდის მომენტი იყო, როდესაც ოკეანე მინასავით ბრტყელი ხდებოდა და მზე ამ უკიდეგანო სივრცეს ცხელ უდაბნოდ აქცევდა. ასეთ მომენტებში დრო თითქოს ჩერდებოდა, არანაირი მოძრაობა, არანაირი ხმა, ირგვლივ მხოლოდ უსაზღვრო სილურჯე. გოგონას გადარჩენამდე 3 დღით ადრე ჰარვი სამაშველო ნავში იპოვეს რენეს ცხედრის გვერდით. მან ხელისუფლებას დრამატული ამბავი უამბო მოულოდნელი ქარიშხლისა და გემზე მომხდარი ხანძრის შესახებ. ასევე თუ როგორ ცდილობდა გმირულად გზავრების გადარჩენას. როგორ იპოვა გოგონას ცხედარი წყლის ქვეშ და როგორ ცდილობდა მის გაცოცხლებას, მაგრამ უშედეგოდ. ყველამ დაიჯერა მამაცი კაპიტნის ნაამბობის. ის ხომ ყოფილი სამხედრო იყო, სავარაუდოდ უნაკლო რეპუტაციით. საბოლოოდ, როდესაც წერიჯო თეოს ბორძი აიყვანეს, ის იმდენად დასუსტებული იყო, რომ ფეხზე დგომაც არ შეეძლო. გზისგან დამწვარი კანი ბუშტუკებით ჰქონდა დაფარული, ტუჩები კი ისე ჰქონდა დახეთქილი, რომ სისხლის დიოდა. მისი ტანსაცმელი მარილისგან თითქმის გაქვავებული იყო. სხეულის ტემპერატურა საგანგაშო 40 გრადუს ნახევარს აჩვენებდა. მოგვიანებით ექიმებმა აღნიშნეს, რომ რამდენიმე საათი კიდევ რომ გაეტარებინა გოგონას ზღვაში, ის აუცილებლად დაიღუპებოდა. ტერიჯომ ერთი კვირა გაატარა მაიამის ავადმყოფოში, ძიმე გაუწყლოებისა და დამწრობისგან, რომ გამოჯამრთელებულიყო. გადარჩენიდან მხოლოდ 7 დღის შემდეგ პოლიციამ შეძლო მამაც გოგონასთან საუბარი და საშინელი ღამის სიმართლე საბოლოოდ გამოაშკარავდა. იმ დროს ჰარვი ფლორიდაში ერთ-ერთ ჰოტელში იმყოფებოდა, როდესაც ტერიჯოს გადარჩენის ამბავი გავრცელდა. მან ეს რადიოთი გაიგო. კვლელი წარმოუდგენელ პანიკაში ჩავარდა. მეორე დღეს კი ის თავისი ოთახის აბაზანაში მკვდარი იპოვეს.
მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. გამოძიებამ ჰარვის დანაშაულის შოკის მომგვრელი სურათი გამოავლინა. როგორც აღმოჩნდა, ის სასწაულებრივად გადაურჩა ერთ-ერთი მისი ყოფილი ცოლის სიკვდილში ბრალდებას. ცოლის, რომელიც ავტოავარიაში დაიღუპა. მართალია მის იახტებს და ნავებს საეჭვო ჩაძირვის ელფერი ჰქონდათ ხოლმე, მაგრამ რადგან გამოძიება ვერაფერს ადგენდა, ცოლების სახელზე დაზღვეულ ქონებას მისთვის საკმაო შემოსავალი მოჰქონდა სადაზღვეო კომპანიების მხრიდან. მაგრამ ამჯერად მისი გეგმა ჩაიშალა. მან ვერ გათვალა ის, რომ შესაძლებელი იყო პატარა გოგონა გადარჩენილიყო. დიუპრალის ოჯახის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ვისკონსინის შტატის ფორტ ჰოვარდის მემორიალურ პარკში სპეციალური დაფა დამონტაჟდა. მასზე ამოტვიფრულია წარწერა. არტურ დიუპრალის ოჯახის ხსოვნისადმი, რომლებიც ბაჰამის კუნძულებზე 1961 წლის 12 ნოემბერს გაუჩინარდნენ. ისინი ყოველთვის იქნებიან თავიანთი საყვარელი ადამიანების გულებში, მარადიულად უფალთან ერთად. წლების განმავლობაში ტერი ჯო დუმდა და არაფერს ყვებოდა ამ საშინელი ისტორიის შესახებ. მხოლოდ 1980-იან წლებში დაიწყო მან ამ ისტორიის გაზიარება ახლო მეგობრებთან. საბოლოოდ კი დაწერა წიგნი სახელად მარტოხელაობული ოკეანეში, რიჩარდ ლოგანთან ერთად. ამ გამოცდილებამ სამუდამოდ შეცვალა მისი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. მოგვიანებით მან თქვა, როდესაც 4 დღეს მარტო ატარებ ოკეანეში, ან გატყდები, ან უფრო ძლიერი გახდები. მე ვისწავლე, რომ არასდროს დავნებდი, მაშინაც კი, როდესაც იმედი აღარ ჩანს. რადგან ყოველთვის არის იმედი, მაგრამ ხანდახან ის იმ მხრიდან მოდის, საიდანაც არ ელოდები. დღეს ტერი ჯო, რომელიც ახლა ტერე ფასფენდერის სახელით არის ცნობილი, აგრძელებს წყალთან მუშაობას, მიუხედავად მისი კოშმარული წარსული დღეებისა. არასდროს მეშინოდა, ამბობს ის. მე ბავშვი ვიყავი, რომელსაც უყვარდა აქტიურობა და მიყვარდა წყალი. მე დიდი რწმენა მქონდა, მჯეროდა ღმერთის და ლოცულობი, რომის დამეხმარებოდა და მე უბრალოდ დინებას მიყვებოდი. მისი ამბავი ადამიანის სულის არაჩვეულებრივი სიძლიერისა და გადარჩენის სიმბოლოდ იქცა. ის ამბობს, ყოველთვის მჯეროდა, რომ გადავრჩი რაღაც მიზეზით, მაგრამ 50 წელი დამჭირდა იმ ძალის აღმოჩენისათვის, რომ ჩემი ისტორიით სხვებისთვის იმედი მომეტანა. და სადღაც ბაჰამის ბნელ წყლებში ბლუბელი კვლავ არსებობს, როგორც ჩუმი მოწმე გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი ისტორიისა და საზღვაო ისტორიაში სასტიკი დანაშაულის გამოვლენისა. დღეისათვის მოვრჩით მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, ძალიან დამთრგუნველი ისტორია მოგიყევით. თუმცა რადგან ვერსად ვიპოვე, ვერც სტატია და ვერც ვიდეო ამ ამბავზე, გადავწყვიტე ვიდეოს სახით გამიცნო თქვენთვის. იმედი მაქვს არ დაიზარებთ ვიდეოს მოწონებას და მეგობრებისთვის გაზიარებას. მომდევნო ვიდეომდე გემშვიდობებით. ნახვამდის.